მოგესალმებით. გამარჯობა. მოდით მაინც ამერიკიდან დავიწყოთ, რა ხდება ამერიკაში, პატარა ვიდეოა, სულ 53 წამიანი. ტრამპის ინგლისურსაც ვიგებთ, რა სიტყვის აქვს. მოკლედ მეიდანი მიდის რა და აი ნახეთ. ფული გამისკდა ბიჭო. აი. ხო არ გეცნობათ მეგობრებო. At least 700 Marines and 2,000 National Guard troops are heading into riot-torn Los Angeles as the city braces for another night of immigration demonstrations. If I didn't get involved, if we didn't bring the Guard in, and we would bring more in if we needed it, because we have to make sure there's going to be law and order. According to a U.S. official, troops will be armed with their normal service weapons but will not be carrying tear gas. They also will have protective equipment such as helmets, shields, and gas masks. მადლობთ. მოკლედ კადრებიც ნახეთ, რატო გაუშვეს კადრები, ფეერვერკის სროლა, მოლოტოვის კოქტეილებამდე ჯერ არ მისულა, მაგრამ არის საშიშროება რომ მივიდეს და ამ ყველაფერს სათავეში უდგანან ნამდვილი ბანდიტები, ბანდის წევრები, როგორც ჩვენთან იყო აქციებზე. JD Vance-მა განაცხადა, რომ ტრამპი არ შეეგუება რაიმე ტიპის უწესრიგობას ამერიკაში და შესაბამისად ყოველს კანონის თანაზომიერად გაეცემა პასუხი. უბრალოდ ჩვენ ნახეთ კანონის თანაზომიერად გაცემული პასუხი რას ნიშნავს ამერიკული სამართალდამცავი სისტემისთვის და ისე ვიდეოც რო გაუშვათ, კარგი იქნება ცხენის ფლოქვებით რო ცემენ კაცს. ნახოთ. იმიტომ რომ ესე კაგრას საილუსტრაციოდ და პარალელის გასავლება იდეალური არის ჩვენთან არსებულ სიტუაციასთან. არის თუ არა აღშფოთება, შეშფოთება რაიმე სახე ევროპელი ჩვენი დაუძინებელი ევროპას ვინ ეკითხება მოიცადე ერთი რა. იგივეა Ursula von der Leyen გამოვხტარა თუნდაც რომ აღშფოთებული დემოკრატიული უკუსვლით ამერიკაში. ეხა ევროპამ და იმ რასა იუკნევიჩიანე და ისინი რა ქვია ბალტიისპირეთი რომელიც სუვერენულ ქვეყნებად აღარ არსებობს და კორპორაციების მმართველობად არის გადაქცეული. რა ვიცი მე ამერიკაზე რო გააკეთონ კომენტარი იგივეა რომ ჩვენმა გადაცემამ გააკეთოს. არა, ჩვენი გადაცემა ბევრად ლეგიტიმურია. ბარა ბევრად ლეგიტიმურია, მაგრამ ჩვენ რომ მივმართოთ, რომ აი სამნი და კომ მოგმართავთ ამერიკას, ესეც უფრო ლეგიტიმური იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვასო. ძალიან. ისრაელმა რო გრეტა თუნბერგი დაიჭირა, ნახეთ? ვიღაც კი გამოუშვა ექსტრადირება მოახდინა შვედეთში, მაგრამ და ვიღაც ევროპარლამენტართან ერთად დაიჭირა. დღის გამო დაიჭირა, ხო ნახე? საზღვის კვეთისთვის? არა. ჰუმანიტარული დახმარება შექონათ ღაზას სექტორში. ხო. დაიჭირეს, გააბრუნეს უკან. ტრამპმა თქვა რომ გარჩევა თუნბერგს ცოტა ისა ხო? უყვარს ტრამპს. კი, ძალიან. მაგრამ უყურე გრეტა თუნბერგი იყო ჩვენთანაც. იყო კაცო, კი. ჩვენ რო გრეტა თუნბერგის ექსტრადირება მოგვეხთინა, ან საზღვარზე გაგვეჩერებინა და არ შემოგვეშვა, ან რო შემოსულიყო მე გაგვებრუნებინა უკან. შენ წარმოიდგინე ისტერიკის მასშტაბი, რა მოყვებოდა ამას. ბიჭო, იქ კონტროლებადი ტერიტორია გაარღვია მაგათმა ემ რა. ხო, მართლა საზღვაო ერთი კომენტარი გავაკეთოთ რა იმაზე ამერიკაში რაც ხდება, იმიტომ რომ აი მაღაზია არ გვაქვს უფლება ჩვენ არ დავაკომენტაროთ და ქართული კონტექსტი არ განვიხილოთ. უბრალოდ ალბათ ყველანი ხედავთ როგორ ორმაგი სტანდარტით, როგორ არაეთიკურად, როგორ არამორალურად და როგორ დეფორმირებული მორალით გვიდგებოდნენ ჩვენ. ესე იგი ჩვენთან თურმე გუშინაც თქვით ეს გადაცემაში, აი ჩვენთან პიროტექნიკა არ კლავს ადამიანს და იქ კლავს. ჩვენთან შეიძლება რაღაცის გამო შავი დღე გათენდეს დემოკრატიისთვის რაღაცა, ლაზარემ რომ მოლოტოვი ისროლა და ასე შემდეგ და იქ სამოქალაქო ომი უნდა დაიწყოს. ესე ვერ მოექცევით რა საქართველოს გამორიცხულია და ბუმერანგივით მაგიტო ტრიალდება ყველაფერი იქით. ერთი ესეთი შეკითხვა მეგობრებო, ერთი ესეთი შეკითხვა მაქვს. თვითონ ამერიკაში პალესტინის მხარდაჭერა ახალგაზრდებში არის ძალიან დიდი, მემარცხენე რადიკალ ახალგაზრდებში და სწორედ ამით არის გამოწვეული. ევროპაში განსაკუთრებით. ევროპაში ფაქტობრივად არ არსებობს. ამით არის გამოწვეული ტრამპი ებრძვის აკადემიურ სფეროს შეიძლება ასე ითქვას და დიდი ამბებია. საქართველოში აი ეს რაიოტის ტიპები, აი როგორ არიან ამ საერთაშორისო საკითხთან დამოკიდებული? საქართველოში უცნაურად. ანუ ესენი რა, კოგნიტური დისონანსია მართლა ჩვენთან. ხო, არა? არა, იმიტომ რომ არ უყურე მან თავარი რა არიან ტიპები, რომლებიც პალესტინას ხარს უჭერენ, პალესტინის დროშები უყენიან. არიან? კი, ღაზას გენოციდს, ღაზას სექტორში მოხდეს გენოციდს ეძახიან, მაგრამ პარალელურად
ამერიკის ელჩის განცხადებას და საელჩოს დადებულ ქარდებს ჩვენ სახელმწიფოს წინააღმდეგ გაშიარებენ, როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას და აი ამერიკის ხმა აქ უნდა გავიგოთ ჩვენთან მიმართებაში, მაგრამ პალესტინას მიმართებაში ამერიკა დამნაშავეა. ჩვენ კოგნიტურ დისონანსებს საუბრობთ, საქართველოში ემხრობიან ამერიკის რევოლუციას, ამერიკას რომელსაც თვითონვე ჩვენი მემარცხენე, ოღონდ მემარცხენეს გულისხმობ დასტოინი მემარცხენე სხვა რამეა რა. ვითომ მემარცხენე? კულტურული მემარცხენე, კულტურული მარქსიზმი, ეს ევროპული რაღაცა ლიბერალ დემოკრატიასთან ძალიან ისე რა ქვია, პერვერსიულად შერწყმული. ის ამბობს, რომ ჩვენ ამერიკას ვეძახით ყასაბს, იმიტომ რომ რასაც აკეთებს პალესტინაში და აქვე USA-ს და ნეც ხარს უჭერს ჩვენთან რევოლუცია გააკეთოს. და ეგ როგორ არის? დებილია და ისე არა, ის არის. მაშინ მიღებული. თინა ბოკუჩა. რუსული რეჟიმი, როგორც ჩანს, ერიდება ქალი ოპოზიციური ლიდერის დაჭერას. და ამიტომ ჩემზე ზემოქმედების სხვა გზა იყო მოსაძებნი. იმიტომ რომ დაჭერის მუქარა ჩემზე როგორც ჩანს მათ ჩათვალეს რომ ნეგატიურად იმოქმედებს ისევ მათთვის. ხუებიც არიან ქალი ოპოზიციური ლიდერები და ელოდებით რომ შესაძლოა იყოს რაღაც. მე არაფერს გამოვრიცხავ, ნამდვილად არაფერს გამოვრიცხავ. თვითვიქტიმიზაცია, მუდმივი თვითვიქტიმიზაცია. გამაქვინების შეკრება რაღაცა უაზრო. ანუ მან თავარი ამოსავალი წერტილი ვინც არ ღვევს კანონს ის არის ვისი დაჭერას განიხილება. ეხა არა რეალ ეხა თუ ჩვენ მე მგონი ჩვენ ეგ კანონმდებლობა არ გვაქვს რომ ქმრის დაჩმორებისთვის ცოლს აკავებდნენ. რაც ჩვენ ვნახეთ ამის და კოტეს შემთხვევაში, იმიტომ რომ იმან ვითომ მეო კაცი ვარ და ეს გამოვიდა კაცი კი არაო მე მუკარის პროვოკაცია ხარ. მე ვარო კაცი ოჯახშიო და ხოლმე მაგის გამო არა გვაქვს ჩვენ საკანონმდებლო ბაზა და მოკლედ ეს ინციდენტი დაიწყებას მიეცა როგორც შეუმდგარი ფოკუსი და შეუმდგარი ტრიუკი. ლევან სანიკიძე ხო მოგწონდათ გუბაზოვიჩი, გულბოს ჯუნიორი და გაუშვათ. ნებისმიერ დროს დავაფიქსიროთ ჩვენ პოზიციას. ეს პოზიციაა და არა აზრი. ჩვენ სამსჯელო არაფერი არ გვაქვს, ეს არ არის. მათ პოზიციას რო უსმენ, არის სიმღერა იყო ჩემ ბავშვობაში თუ. ყველაფერი თუ ამას იძახიან ყველაფერზე და ეგ რა პოზიციაა? თუ ეს იქნება, თუ ის იქნება. რა უნდა იყოს? ხო, ნუ აქ სიმღერის სასრული წერტილი დრამატურგიული განვითარება, რომ ყველაფერი გამოგიო მაშინა. კი ბატონო. ამიტომ ამის ნარატივს ეცინაო. მოკლედ ეს არის გაჩხერილი ნაცებში. ნაცები არც ერთ შემთხვევაში არ არის მამაში. და გაჩხერილია, იმიტომ რომ ნაცები არც ერთ შემთხვევაში არ იღებენ მონაწილეობას და ცხადია მარგინალიზაციის გზას ადგარაკ. უბრალოდ მაინტერესებს, ვინც მიიღებს მონაწილეობას. ერთი შეწვია და მეორე მოხარში, ხო, იდეაში, ჩემი აზრით. ახარია და ლელო. ხო, ანუ ვინც მიიღებს და არ მიიღებს. შედეგი ერთი იქნება. სხვა შორის მე მგონი გახარიას ჯერ კიდე აქვს ვადა, ხო? პარლამენტის არ ვიცი, მე მგონი აღარ შესრიალდებიან. თუ კიდე აქვს დარჩენილი, მე მგონი რომ მანდატ შეწყვეტ. ვადებზე გამახსენდა ნიკუტარაშვება. ნიკუტას უწევს გაუვიდა ვადა. არა, მანდაც მე ვიკითხე სხვა შორის. გირაოს შეტანის ვადა. ანუ გირაოს არ შეტანის რაღაცა ვადაა კიდე. და ეგ ვადა არის ახლა ათვლის წერტილი. და მაგის ამოწურვაზე ეგრევე სროკი. წესით უწევს სადღაც, აი მაქსიმუმ ერთ კვირაში რა. გასაგებია. ესე იგი კუდიგორის გზას. ანუ იქით კვირას ეგ შოუ გვექნება რა. არა მგონია რომ დიდი შოუ. ალამუთი ხე მელიამ ვერ დადგა და ამის ალამუთი. არა, ეს ამის ალამუთი. გია ჯაფარიძე. რას ვეტყავ იმდენია სალაპარაკო რომ რას თავარი რასაც ვეტყოდი რომ ხნედ უნდა იყოს დანარჩენს აქეთ გარეთ რას საკეთებ და იმის კეთებას ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ და თვითონ უნდა იყოს მხნედ და სხვათა შორის გიამ რომ ჩახტილები ვართ ხო? მარტო პირველიდან ელაპარაკე. რასაც აკეთებდაო, იმას ვაგრძელებთ. ხარი ორშაბათს შარვალს ვიხდით. არა, რატო შარვალს შეხტა? ასე ეს ეთერი ამიტომ დაიგეთ. სული გამოვტყდეთ უნდა კი ბატონო და ზურას მოვიკითხავ. ხო და ორი რაღაცას გავსიხავ. ერთი ხნეობას დარწმუნდა. ეს ხო არის ანუ მისი საჯდომით მოუბარი ძმის ჩრდილში მყოფი ძმა. ანუ ბანძი ის არის ჯაფარიძე. ის რო კარგი არის ხო ხტები უკვე რა ხდება მაგრამ. ანუ ის ეხა სროგზეა, შესაძლოა ეთერეთი რო ვეღარ დაიწყდეს და იწვევენ ამას. ეს ერთ სიხარულის საფუძველი.
და მეორე ავითიათ ხო რა კაცი ადამიანში ხო ხო სორია უარსაბის კაი პარალელია ეგ და მეორე უკვე რაც სუფთად უკვე სერიოზული დაკომენტარების საჭიროებას ითხოვს არის ის რომ გავიხსენოთ მაგალითად მიშას პერიოდი და იქ დაჭერილი ადამიანის ოჯახის წევრი და მისი გაკეთებული კომენტარი როგორ შეიძლება იმ პერიოდის ციხეში მყოფი ადამიანის ნათესავს ქონოდა იმის შესაძლებლობა რომ სიცილ ხარხარით და კისკისით გაეკეთებინა კომენტარი სავის ოჯახის წევრის დაჭერაზე. იმიტომ ეს იყო ტრაგედია, იმიტომ რომ იმ ციხეში ხორციელდებოდა დაჭერილი ადამიანის ყველაზე საშინელი აქტები, შესაბამისად ყველა იყო უკიდურეს ტრაგიკულ მდგომარეობაში და ის რომ ამ ადამიანს აქვს უფლება რომ ერთი რომ იმითი დაწყებას ძმის მაგურად მემპატიჟებენო და მეორე ის რომ იცის რომ თავის მას იქ არაფერი არ დაემართება და ძალიან ჯიგრულად იჯდა და პირიქით დაისვენებს მაგას მაგალითად იხადონ ყოველ თან მეგობრებო არ დაგავიწყდეთ რომ ბევრი იყო ფაქტები აი როდესაც მამას ეძებდნენ და მძევლად აყავდათ შვილი და არ უშვებდნენ იქამდე სანამ მამა არ ჩაბარდებოდა და ეხლა ის მამა რომ გამოსულიყო სადმე ეთერში ან ზოგადად და ეცინა კი ბატონო გეგელი არის თქვენი ძმაკაცი და სალომე სამადაშვილი გაუშვებთ მანამდე ძალიან მაგრამ ამის ამბობს სალომე სამადაშვილი როგორც ლელოს გაბრალება როგორ უნდა მოწმინდო მათი აზრით ესე იგი მათი აზრით კი რა თავიანთ ოპოზიციას თავიანთ დღის წესრიგს და აჯენდას ფლიანად ყალატობენ ლელო და კახარია და ეხლა როგორ უნდა გააправო და მოწმინდო ყველაფერი აიხილეთ სალომე სამადაშვილის რომელიც თავს იწონებს რომ პოლიტიკური ჰიგიენა მაქვს და თოთ ნაცები და იმიტომ წამოვიდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე გადის ეს მზადება არა თვითონ მე ვამბობ რომ რეჟიმთან დაპირისპირების შექმნა არის არჩევნებში შესვლა და ამაზე უნდა მისჯელოთ ჩვენ. ვიღაც მეუბნება რომ ეს არ უნდა გავაკეთო, მაგრამ აი მე მაინტერესებს მაგალითად დღეს რა მოხდა შედეგად. გამოვიდა სხვადასხვა პოლიტიკოსები, გააკეთეს ბრიფინგები ამ თემაზე, მაგრამ ის ხალხი ვინც ამბობს რომ დავამხობ მე რეჟიმს აი მაინტერესებს მაგალითად ერთი გზა გადაიკეტა სადმე პროტესტის ნიშნად. ანუ პროტესტის გაზრდაზე გვაქვს ხო ჩვენ საუბარი და მოხდა სერიოზული ფაქტი. ის თვითმმართველობის არჩევნებში ნებისმიერ ბრძოლაში შესვლა პროტესტ გაზრდაზე. თავარი ეგ არის რა რომ რეჟიმთან დაპირისპირების შექმნა არის არჩევნებში შესვლა. ანუ ანამდე არ უპირისპირდებოდნენ. ნუ ეს გაправება ჯი ქვია მაგას. სხვა შორის გამახსენდა გაправება ჯიზე მონაჯის ამ ცნობილ სახრალ საიტს რა ბედი ეწია. დომენის განახლება დაავიწყდათ და ვიღაც კეთილსინდისიერმა შეიძინა და ეგ დომენი აღარ აქვთ. აღარ აქვთ გასაგებია. და ეხლა მარტო Facebook-ზე ტრანსლირებენ თავიანთი იდიოტური გეგელ გრიგოლია. მაგრამ უყურე მან თავარია სამ გეგელს გაუშვებდეთ შუბლით მებრძოლს და ტოპ ტვინს. გეგელი მაგარი მოიგო. გეგელი ტოპკაცია ძმაო. სულ რაღაც 3 თვის წინ მამუკა ხაზარაძე ამბობდა რომ ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობა ქართულ ოცნებასთან და მით უმეტეს ვინმეს ხელი არ წაუწდესო და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ეს იქნება ბიზნეს ევანიშვილთა გარიგება და პირდაპირ თანამშრომლობა კოლაბორაციონიზმი და რუსული საქმე. 3 თვის წინ აქვს ეს განცხადება გაკეთებული. და დღეს გამოდის დიდი ბოდიში უკაცრავად პარემ ერთხელ გაგონილს 100-ჯერ გაგონილს ერთხელ დანახიჯობია ნებისმიერი საუბარი დღეს ადგილობრივ არჩევნებზე და გადატანა მეორე საკითხად ახალი არჩევნების და პოლიტპატრონების გამოშვება არის ბიძინა ივანიშვილის სცენარი. კაცო, ევროსაბჭოს კონგრესმა გითხრა, დაივიწყეთო ახლა ადგილობრივი არჩევნებიო და საერთოდ რეკომენდაცია მოგცეს რომ იქნება გადადოთ ეს არჩევნებიო და ჩვენ რატო ვიწყებთ ახლა ამ არჩევნებზე გავყლის დასხმა. თვითონ თვითმმართველ ანამ ეს პოლიტიკური კრიზისი არ დამთავრდება. არავითარი სხვა არჩევნები ამ ქვეყანაში არ არის. ეს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მე პირდაპირ გეუბნებით რომ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას არანაირ შემთხვევაში არ აწყობს რომ აიღეთ chat GDP ან ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტი და ჩაწერეთ აეხლავე მაგალითები მოგცეთ ბოიკოტს, საარჩევნო ბოიკოტს რომელ ქვეყანაში ეს ადგილობრივი არჩევნები გამოყენებული იქნას რეჟიმის დასაზიანებლად და ნახვას არჩევნებზე თავისი სასურველი პარტიების ნახვას არჩევნებზე ეს მოცემულობა ეს არ ნიშნავს იმას რომ თვითმმართველობის მანდატებისთვის საკრებულოების ადგილებისთვის იბრძვის გასაგებია ნუ გასაგებია
როგორ შეუძლიათ გადაფურთხებული სალოქო. ეს არ როცა მონახარ. და როცა დავალებაზე გაწყობილი, შენი მომნებს ბიჭო ჩვენ გვეძახდნენ, ანუ ეგ იყო ყველაზე დიდი სიგიჟე, ბიჭო მონასტრო. აუ რა დააზომბეს ხალხი ხვდები, ის საწყალი ადამიანები რომ დაარბენინებდნენ და აძახებინებდნენ ვიღაცებს ხო მართლა ჯეროდათ იქ სასარგებლო იდიოტები ზომბები რა, იქ აქციაზე რო იყვნენ ვიღაცები, ის ხო ნახეთ ვიდეო ეხა მაგას რასაც გინდა დააჯერ დედამიწა რო ბრტყელია კი არა და ვაფშე ყველა დედამიწა რო ბრტყელია ძალიან ინტელექტუალური გამოწვევა. ხო, ეგ სხვა განზომილება, ანუ ყველაფერს დააჯერებ რა იმას რომ გეგელი გავუშვით. გეგელ გრიგოლია. ჩვენ ვასი არის რომ ვიმშელოთ ხომ არ გავიდეთ ერთიანი გარბის მსგავს. აი ამასაც უნდა გავსვა ხაზი. ჩვენც ყველა ჩვენგანმა მაშინ პარტიის თავმჯდომარე მეც არაერთ გზის და სხვა წარმომადგენლები ყველა გავუსვით ხაზი რომ ჩვენ ვსაუბრობთ ერთიანი იოჟი კუტუმანი გასვლის სიკეთე. დიდი ბოლოს შენს გასვლის იოჟი კუტუმანი. იმენა ეგ არა ტიპაჟი არა ტიპა მე ესეც აყვარელია. ეგ სოფლიო აღიარა მაგარ მულტფილმი. ამას არ მოჩმიკავდი? და ბიჭო რა გინდა ეს აყვარელია ეხა ამან რაც უნდა დაგეგმო ეს რო ავტომატით დაგადგეს მულტფილმია ხო? არა რა თქმა უნდა ეს დასაწყისი ვერ შეგეშინდება. ავტომატით კი არ არის უნდა დაგადგეს, მაგრამ რას ამბობს ერთიანი ფრონტით უნდა გავიდეთო და არა ეს დასაწყისია. ეუნებია რომ არ გამოვდივართ არა ბოზები ხართო ეუნებია და რა ერთიან ფრონტზე არის საუბარი. პარტა მანჯგალაძე მაგარ საფეხბურთო შედარებას აკეთებს, გავუშვით. ოპა მევასება. თუ აი მაგალითად სულ მომყავს ეს მაგალითი რომ ფეხბურთის თამაში გვინდა მე და თქვენ ხო? საჯი თქვენი არის. თამაში დაწყებამდე 5 მოთამაშეს გამიგდებ ხო? დაჭერა ლიდერების სხვა რა არის? თუ ძლიერია რეჟიმი. რატო იჭერს? მკითხვა მაქვს. მე კი არ ვიძახებ ჩამოიშალა ან განადგურდა და გაცამტვერდა არა, მაგრამ დალხილილი ცხოვრება არც მათ არა აქვთ. ანუ კარგად არც ისინი არ არიან. რატომ? იმიტომ რომ თამაში დაწყებამდე 5 ლიდერს იჭერ, ხო? ფაქტია 5 ლიდერის მიმართ დაწყებულია სისხლისამართლის საქმეები. თან ყვითელს და წითელს არ იგებს არც ერთ მას არ ჩაგითვლის და მაინც თუ ამბობ რომ მონაწილეობ არჩევნებში, ეს პროტესტი რანაირად გამოდის, ეს ხო გამოდის მისი თამაშის წესების მიღება და ჩვენი მთელი ჩემს მეგობრებსაც მაგას ვეუბნებ. საფეხბურთო ამბავიც არ გამოვიდა, იმიტომ რომ რა თამაშზე არის. ყველანაირ ალუზიაში ისა ხო. ცირე ვიდეო. ის ვინ იყო? მიშა სააკაშვილი არის რომ მესი ყავდეს და არა თამაშებდა. ხო. რა ქვია მაგდებს? ტაბულელი რო იყო და ტაბულელი არის. აბრა იყო. ჯერგო იდი არ იყო. არა კიკნავალიძე არა ეგ ის იყო რა ქვია ტაბულელი არ იყო სირცხვილიას ტიპი იყო და რაღაც მაგ აქციებზე 20 ივნისის აქციებზე შეიმჩნევა. უბრალოდ კიდევ ერთი ვიდეო ამერიკიდან გავუშვა. მაგარი ალუზიებით პავლენიშვილი მესი ყავდეს და არა. ლოს-ანჯელესის ამბავი გადაედო აქეთა სანაპიროს გავუშვით თუ შეიძლება. სან-ფრანცისკოში წავიდა. არა, სან-ფრანცისკოში აქეთა სანაპიროს. ნიუ-იორკი. ნიუ-იორკი არის. მადლობა. ხო, ნუ ამერიკელებს დიდი ხანი არ ეკნებათ არავის თავი და მით უმეტეს ჩვენი რა, იმიტომ რომ ისე სხვათა შორის ტრამპმა ეხლა მარტო უნდა გაამწვავოს, სხვა გზა არ აქვს. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე არ გამოვიდა. არ გამოვიდა გრენლანდია, არ გამოვიდა. ომის უმალდასრულება. მექსიკა არ გამოვიდა. ომის უმალდასრულება, ფული წამოიღო. Deep State-დან ომი. ჩინეთა ვითომ რაღაცას ალაგებს, არ გამოვიდა კანადის დაჩმორება. პანამა გამოვიდა თუ არა, მე მგონი რაღაცა პანამაში გამოვიდა, მაგრამ ძირითადი რაღაცები არ გამოვიდა. ევროპასთან ომი აქვს და ასე შემდეგ. კი ბატონო. ლაკა ხოშტარი არ გავუშვა ახალ ხო? რუბლიოვნა. მას ჭირდება გარკვეული ახალი ეტაპები, მაგალითად კონკრეტულად კერძოდ მას ჭირდება, რომ პროტესტმა მიიღოს უფრო სისტემისთვის მოულოდნელი და ესეთი ფართო მასშტაბიანში გულისხმობ არა დიდ აქციებს, არამედ მან შეაღწიოს ქვეყნის რუტინულ ცხოვრებაში. იმ ადგილებში სადაც მას არელიან, მათ შორის ანუ გაცდეს რუსთაველს. რუსთაველი არის აუცილებელი კომპონენტი. კრეატიული პროტესტი, ანუ დაუშვათ შედიხარ საფიფარეშოში. მეტროებში ხო გააკეთეს. იქიდან ამოდიან უნიტაზიდან აკაცუკები. მაგრამ მეტროებში ხო გააკეთეს. მაგარია. ზანგაი. ჰა? მეტროებში ხო გააკეთეს. მეტროში ელოდები. აი მოულოდნელ ადგილებში უნდა იყოს, სადმე შედიხარ, რა ვიცი. რესტორანში. ეზოში და უბანში. რესტორანში გაჩია რესტორანს, მოდი ესე თქვა. ქართულ ტრადიციულ რესტორანში. ხო, როგორც კი ყირილს დაიწყებენ, ხანჯალს გაუკეთებენ ერთ ადგილას, კი ბატონო. მე ქვეყნის გადარჩენისთვის როცა იბრძ ხანჯალი რა. არა ტრადიციული ადგილები, სად შეიძლება. ანუ ჭიჭიგია და დათვის ამბავი, ხო? ანეკდოტი, დათვის გეშინია და არაო და რატო და მე 4 დღეში არ დათვარ და ეგ რესტორანშიო და ჩვენ რა ვიცი, თუ ჩაგვისავდებით რესტორნებში შეიძლება, მაგრამ არ იქნება ეგ. მაინც კარგი თქვენთვის. დისპეჩერი სამუშია გავუშვით.
აი ეს არჩევნებსაც მოუწოდეთ, ეს არის ბრძოლა პირდაპირ გეუბნები. ჩვენ ამას ყველაფერს განვიხილავთ. კალენდარზე ოქტომბერში არის. ეს მოდი ასე ვთქვით, მე ამას ეს არის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა წესების გარეშე. ჯარიმა ეს მახსოვს და არჩევნები არ არის, არჩევნები არის ბრძოლა. როგორ აправდა? ვაკის პარტიის სიმღერით უნდა გამოვიდნენ ეს წინა საარჩევნო კამპანიაში ვაკის პარტიის სიმღერით უნდა გამოვიდნენ. კი ბატონო. ეხლა დეკანოიძე გავუშვათ, რომელიც ასევე არჩევნებზე საუბრობს. ვიდით აბა. მე ასევე დარწმუნებული ვარ, ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა კონკრეტულად იმ სტატუს-კვოში და იმ მოცემულობით, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, არის რაღაც წინგადასმული ნაბიჯი და ბრძოლის ველზე კიდევ უფრო მხრების გაშლა, მე ფიქრობ, რომ ეს ადამიანები ცდებიან ძალიან ღრმად და ნებისმიერ დაბრუნდები თბილისში და რა ვიცი ნებისმიერ მათთან მე არ მაქვს არც პრობლემა საუბრის და არც თქვა არგუმენტების დადგენის. ხო, ერთადერთი ვიზია ზასტრანიზე თემები ახალ დაბანილი აქვს, კი ბატონო. აი ესეთი კომენტარი შეიძლება გავაკეთო. მეტი ვალერა გელბახიან. რას ვეჟი გადასვლა. ყველა ვერ შეიძლება კიდევ ვიმეორე ბატონ პატავს მხოლოდ რომ თვითონთან ინდივიდუალურად იმუშაოს მე მას ექნება ალბათ მორალური უფლება გამოვიდეს საზოგადოების წინაშე და განაცხადოს მე ვცადე მაგრამ ამ პარტიას არ უნდა ესე უცბად ვერ გადაწყვეტა მაგრამ 5-6 დღეში მაინც მე მგონია ირანოზავრის პატარა ხელები რო აქვს უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ჩვენ ხალხმა მაიცოდეს რო ჩერდება მართლა ეს მე მგონი არის მეტაფიზიკური გადაცემა არა მეტაფიზიკური გადაცემა გადაცემა რომელიც მეტაფიზიკის არსებობას ამტკიცებს ემპირისტების მტერი გადაცემა ანუ დრო ნამდვილად ეს არის ესე იგი აი მთელი ემპირიზმის და ბრიტანული და ესეთი მატერიალისტური ფილოსოფიის სიკვდილია. კი, სიკვდილი, იმიტომ რომ ამტკიცებს ეს არის სივრცე, სადაც შედეგი მიზეზს უსწრებს. ტრანსცენდენტალურ თავარი ხო ეგ არის, მიზეზი ჯერ მიზეზია და მერე შედეგი. ტრანსცენდენტალურ საკითხებს ძალიან გამოკვეთს. კრისტოფერ ნოლანის ფილმი რო არის, რა ქვია, ცნობილი ფანტასტიკური ფილმი პლანეტაზე, თუ ერთ წუთს გაატარებ შავთან ახლო ინტერსტელარი სხვა ადგილას ამ პლანეტიდან მოშორებით 10 წელი გავა და დაახლოებით ეგრეა რომ იქ გასული 1 წუთი უდრის 10 წელს გარეთ ხო დრო ჩერდება ხო მაგრამ ამკიცებს კიდე რა ატა ბუჭულაძე აუ ვაშკას კომენტარი ბიჭო ვაშკას აქვს სასწაული კომენტარი გაუშვით ჭიჭევაშაძე გეჩქარება ჩვენ ყოველას დაჭერა? მერწმუნეთ რომ ჩვენ არც სიხის არ გვეშინია და არ ბრძოლის არ გვეშინია. თქვენ უნდა გეშინავდეთ იმ რისხვის. სიხის ისე ეშინია ტიპს, მის მიერ არ აღიარებულ რუსულ რეჟიმს გადაუხადა გირაო. ხო, მაგრამ უკვე იმდენად არ ეშინია, რომ კი არა, იმდენად ეშინია, რომ აღარ ეშინია. ვაჩოვსკი მაგარი კაცია. ვაჩოვსკის დუშეურა. ვაჩოვსკი არა, ეს არის ვაშოვსკი. სკეც შეცვლილი ვაჩოვსკი ეს უკვე. სკეც შეცვლილი ორივემ შეიცვალა ხო? ორივემ შეიცვალა. და ორივე სკეც შეცვლილია. ხო, მაგრამ მაინც გენიალური რეჟისორები არიან. არა, კაგრას ორივემ როგორც სკეც შეცვალა აღარ არის. ამის მერე აღარ არიან? ძალიან თვალსაჩინო არის მათ შემოქმედებითი ვარდნა. ხო, მატრიცა ხო მაგარი იყო. რევოლუცია. მატრიცას მაგარი იყო და ბაუნდიც მაგარი იყო, даже მანამდე სცენარი რაზეც ჰქონდა ასასინს სტალონი და ბანდერას რო თამაშობენ, ისიც მაგარი იყო. მაგრამ მაგის მერე რაც გადაიღეს მეოთხე მატრიცა, ხო, ნუ ეს ჯუპიტერ ესენდინგი, ანუ ჯოჯოხეთია ძმა. გავიგე, გასაგებია. ეგ მაგრამ დაზიანებული გონების ამბავია. გავიგე. ხუხაშვილი გავუშვათ. ხუხანსკი, ხო? ხუხინსკი. ხუხოვსკი. რო არ არის ოპოზიცია ეს სრულიად ცხადია, ხო? ეხა ის ერთიანობაც რისი იმიტირებაც ხდებოდა თავის დროზე ძალიან პირობითი ერთიანობა იყო, რაღაც ისეთი ამბიციური ადამიანები რაღაცას იყოფდნენ უჩნაურად, ხო? მაშინ როდესაც მათი ამბიციები მათ შეაძლოებებს ბევრად აჭარბებდა ერთი რიგით აჭარბებდა. შეიძლება ითქვას და ნუ ეს კი აღარ არის გამაღიზიანებელი მეგობრებო. რაღაცა ლიმბოში შევდივარ, როდესაც ოპოზიციური ტიპები არ არიან, უკვე აღარ არიან გამაღიზიანებლები რა. იმდენად ფარჩაკ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ უკვე აი ჭიაყელამ შეიძლება გაგაღიზიანოს. თვითონ სამყარო უყურე ეხლა უკრაინას რო შეხედო, 4 დღეა რუსეთი უბაგუნებს საშინლად. იქ ყველა ელოდებოდა რომ ერთ ღამეს არმაგედონს მოუწყობდა და ესეთი არმაგედონი აქვს ყოველ ღამე რუსეთს. ტრამპს ფეხებზე კიდევ თავის საქმეა გასაკეთებელი, ვაფშე არანაირი განცხადებას არ აკეთებს. უკრაინა არის მიგდებული, შეიძლება ითქვას.
ხო, აგერ ვიცით რა ხდება ამერიკაში. ხო, ევროპა საერთოდ დაკარგულია დღის წესრიგიდან არ არსებობს და ჩვენ ვუყურებთ სოფლიოს, რომელიც ძალიან ცუდი რაღაცისკენ მიდის, ქაოსისკენ. შეიძლება ჯერ მართვადია ეს ქაოსი, მაგრამ მაინც. და ესენი ვაფშე უპატრონოდ დარჩნენ რა. საერთოდ. ძალიან მაგარი თინა ბოკუჩოვას ვიდეო გდია ჩვენ ჯგუფში. ოღონდ ლინკი არ ჩართო. ჩართე პირდაპირ ვიდეო რა. არის დედუქციის და დეტექტიური საქმის საუკეთესო ილუსტრაცია. აი ძველი ბეტმენის კომიქსებში რო არის სოფლიოს საუკეთესო დეტექტივი რა, ბეტმენი დეტექტიური იყო. გაუშვა? ეხა ნახე, ეს არ ვიცი გაქვთ თუ არა, ნახე TV პირველზე როგორი გამოძიება. მაგარია ეგა. ტოპ ძმაო. გაუშვა? ჩაწერილია იმ შენობაში, სადაც გამტაცებლებმა კოტე გატაცების შემდეგ მიიყვანეს. iPhone-ი აქვს? კი, iPhone-ი აქვს. ანუ iPhone-ს აქვს ესეთი ფუნქცია, რომ შესაძლებელია ვიდეოს ატვირთვის ლოკაციაც დადგინდეს. ანუ ხომ არ გინახიათ გადაღების უпростоრეთ აი სად მოხდა გადაღება. არა, სხვათა შორის უბრალოდ გუშინ სიმართლე გითხრათ, იმდენად რა მძიმე დღე იყო ჩვენი ოჯახისთვის. და ვეღარ ვცნო. გავიდა ეგ 2 დღის წინანდელია. ხო და აუ ვეღარ სეტინგებში შევიდნენ რომ ნახონ კოტემ საიდან ჩაწერა ვიდეო გატაცებული ადგილი რომ დაადგინონ და დაადასტურონ საკუთარი სიტყვი. რა არის რომ ადრე რაღაც სპექტაკლს უკეთესად გავდე. ჩემი ფავორიტი თან TV Pro-ზე ხო ხშირად იყო რა ექსპერიმენტული სპექტაკლები. ჩემი ფავორიტი ეგ სპექტაკლი იყო თუ გახსოვს პანდემიის პერიოდში. შუა იმაზე საინფორმაციო ლაივი არის და წამყვანი ბიჭი, სახელი არ მახსოვს იმ ტიპის, რეკავს რომ აი ხაო 111 რეკავს და ნახე თუ რამდენი ხანი უნდა გვალოდინონო რა და აი გადაუდებელი დახმარება გჭირდებაო, რამდენი ხანი ელოდებიო და სიკვდილის იმაში გამყოფებენო რა, ყოველდღიურობაშიო და რეკავს და მეორე ზარზე პასუხობენ. გახსოვთ ხო? კი, კაცო, როგორ არა. და ამ სპექტაკლიდან არის ვითომ რო ჩაკეტეს რუსთავი ორი იყო მაშინ გოგონა თუ თავარი არხი აგერ ჩამკეტეს თავარი არხი ჩამკეტეს აი უკვე ჩაკეტილი ვარ იზოლაციაში ვარ და შეაგებს და გამოდიხარ თორე ეუნები გაფრინდაშვილმა რო რაღაც კამერას რომ მოტეხა და რო დააგდო თვითონ რო დააგდო რო აკიდო კი ბატონო მათ შორის ის გადაცება რომ მოაწყო ნოდარ მელაძემ მაგ გაფრინდაშვილის გადაცება რა იყო ეს ვიღაცა რო იმასქნა ვინო ხართ თქვენ? სხვათა შორის გაფრინდაშვილი ძალიან ახლობდა, რომელსაც ჩვენ გაუშვით ბატონი კოკა-კოლას სიტყვები, რომ 10000 ლარს უხდის და რატომღაც კოკა-კოლა დაგვაყარა ჩვენ და გითხრა კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ გითხრა რომ თქვენო ბატონი ლიმონადნი ჯოს იუმორი ვერ გაიგეთო კარგად. მაგას იუმორი არა აქვს, ჩვენ ვიცნობ ბატონ იმას. მოდი დაჟე ესე ვთქვი, თუ იუმორია მან უნდა დაუსვას ბატონ კოუქს კითხვა რომ რატო კონკრეტული ციფრი 30 ხო თითოს რატო შეგვაფასე ესე მაშინ ხო ნუ ეგ გასაგებია 30 რატო ვიღირვართ 3-ვე ხო ნუ ეგ კაცი ესეთ ფულებზე არ ხუმრობს უშაკენოე ვარიანტია რა არ ხუმრობს დიმიტრი ცკიტიშვილი ვინ არის დიკა ცკიტიშვილი ბიჭო დიკა ცკიტიშვილი ეგ ოცნებაში იყო გადავხტარი გაუშტება რა ნიცონ მონდელა ძალისხმევა პოლიტიკური პარტიების არ არის მიმართული ოცნების წინააღმდეგ, არამედ განსაკუთრებით ბოიკოტის, ასე ვთქვათ, კამპანიის მონაწილეები ძალისხმევას ხარჯავენ მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი ოპონენტები, თავიანთი, ასე ვთქვათ, პოტენციური პარტნიორები გახადონ ოპონენტებმა და დაარქვან იმათ შეკრულები. ნუ ყველაზე მარტივი გამოსავალი, ხო? ნუ შეკრული ხარ თუ ესე, თუ ჩემ წყوازე არ ხარ შეკრული ხარ. ნუ უაპელაციოდ არის საუბარი, რომ რომელი უფრო სიგიჟია, კარგი, ამაზე კომენტარიც არ გვინდა. რაც ის დაადგეს სოლქმარმა თუ ანრი ოხანაშვილი რო თვითნავში იჯდა რა. დადგმული ცალსახად, იმიტომ რომ დადგეს და აღასრულეს. ის პროსტა ყובה. და ამათმა დადგეს ვიდეო ჩაწერეს, რა დრამატურგია ააგეს, ამბავი შექმნეს, იმასქნეს მოიგონეს კომენტარებით გამოვიდა, მე ხმარი დაიმალა, მე ცოლმა იმასქნა კომენტარი გააკეთა, მე ხმარმა Facebook-ზე ყოფს ის კომპლექსური იყო უფრო მეტად სცენარი გაიწერა კარგად რა მაგრამ ან ხანაშულმა მომიპარა ვინა ხმარმა ბოდიში მოიხადა კი რაღაც ალაპარაკა ეს ცოლი რომ იმას მეკნეს და ამას მეკნეს როგორც მაშინ არ მოიხადა ბოდიში და ისე თქვა მეორე კომენტარის ბუდოვანი ნოლანის მესამე ბეტმენი ხო გაქვს ნანახი კი
Dark Knight Rises ხო გაქვთ რა? მაგის დასაწყისი სცენარო არის რა, ბეინი რომ უნდა შეიპყრონ. თვითმფრინავში რო არის ბეინი. უფრო დიდი თვითმფრინავი დაადგება, ხო? რო აღმოჩნდა რომ მათმა კი არ შეიპყრეს ბეინი, ბეინმა შეიპყრო ესე რა. ანუ ტიპებმა ეგ ანუ იმ დებილმა ბაჩიაშვილმა მოყვა ეგ რომ კარში ანდრე ხანაშვილმა ეგ გამიკეთაო ზვაო. ჩამოვიდაო დამატყვეო ბორტზე ამიყვანაო ჩამომიყვანა იმაში საქართველოში მოსადმა რაც გააკეთა თემაზე ეგ არის რა და საალო მალადეც ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან რომ ბაჩიაშვილს დარხეული აქვს მეგობრებო რა დარხეული აქვს იმიტომ რომ თუ ადრე ვინმეს რაიმე ეჭვი ეპარებოდა რომ თაღლითი და მომპარავი არ არის და გადამგდები აი ხლა ხო ყველა დარწმუნებულია ვინც არის რა ბიტუსიც ეთქობა არა რაც გააკეთა რა რაც გააკეთა ეს ხო ყველა დარწმუნებულია უკვე და ნუ სხვათა შორის ძალიან საინტერესოა სხვათა შორის ძალიან საინტერესოა როგორ არ უშველა როგორ არ მიიღო ოპოზიცია არ მიიღო რაღაცნაირად ოპოზიციამაც არ მიიღო რა მიიღო მაგრამ რა ფული არ დახარჯა მე მგონი მაგ ოპოზიციის არა ნუ არ გამოისარჩნენ რა მაგაჟობი არ მიგიღო კი ბატონო დიდი მადლობა მეგობრებო ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი არაფერი არ ხდება ვაფშე არაფერი არ ხდება ანუ ოპოზიცია სულს გაფავს და პოლიტიკა არის საქართველოს მიღმა. პოლიტიკა კი არა უბედურება ხდება რა და ამერიკის პროგნოზი რო გავაკეთოთ, მოდი შეიძლება უცებ რა სიტყვით. ეს ღელვარება ჩაცხრება, მაგრამ ჩაცხრება რა, ტრამპმა მაინც თავისი გააკეთა. მაგრამ აღარასოდეს იქნებიან იგივენი. არა, ტრამპმა უნდა გაყაროს ეს ხალხი რა, ჩემი აზრით. მაგას კი, ზალადობის დიდი ტალღები იქნება ცალსახად. სხვადასხვა ქალაქებში რა, კი ბატონო. მე მგონი რომ იქ კარგახანია საჩვენოდ და საუკრაინოდ თუ საევროპოდ ვერ მოიწლიან ეგ ვიცი ზუსტად კი ბატონო ჩვენ გემშვიდობებით ხვალამდე ნახვამდის